დარწმუნებული ვარ ძალიან ცოტას ეცოდინება სპორტული კუთხით გიორგის მიღწევები, რომ ბამბინგტონში ხართ უნივერსიადის ბრინჯაოს მედალოსანი. რატო დაგიდეთ ჩოგანი კედელზე? დრო მოვიდა ეგეთი რა. ეგ ხო ბადმინტონი იყო კულტივირებადი სპორტი საბჭოთა კავშირში და სამედიცინოში ჩავაბარე 99 წელს. მანამდე ბავშვობის სკოლის პერიოდში ჩოგბურთზე დავყავდი რომ მშობლებს როგორც უმრავლესობა რაღაც ვერაზე მაცხოვრებდნენ ჩოგბურთი. მაგრამ არ იყო ჩოგბურთი საჩემო და რო ჩავაბარე სამედიცინო უნივერსიტეტში იქ იყო წესი რა ან კვირაში ერთხელ ფიზკულტურაზე დადიხარ ან მოგაქვს ცნობა სექციიდან სამედიცინო სექციები ქონდა სპორტული რომ სპორტს მიყვები და მაშინ ფიზკულტურა შეგიძლია არიარო ხო და მე ეგრევე მეთქვი ჩავეწერო რაღაცა და ფეხბურთში სუსტი ვიყავი ძალიან რა ანუ ხო და წავიდნენ ფეხბურთში კალათბურთში შაიდ ცოტა მაღალი ვინც კალათბურთში მე რომ მივედი შემხვდა ერთი ადამიანი მწუთნელი ბატონი ოთარი კაი კაცი იყო ხო და ისაო შენ წრეს ჩაწერა ხო არ გინდაო ხო და მე თქვი მოვედი ხო და რომელ წრესშიო და მე თქვი არ ვიცი ვეძებ ხო და მაგარ წრეს შეგთავაზებო ერთს რაღაცა მე მივხვდი თვითონ თურმე იყო რაღაც სხვა რამე წვრთნელი იყო მაგრამ ეს დაავალეს რა რომ ბადმინტონის არავინ არ იყო და ოთარ უთხრის შენ იქნები ბადმინტონს მიხედე რა რაღაც და არავინ არ მოდიოდა რა და არა და ხელფასი უნდა აიღოს კაცმა რაღაცა რა ეთყობა რა ხო და ისაო და მოკლედ წამოწამოდა უცებ ჩამწარცნობა ეგრევე გამომიწერ წადისო და რომ მივიტანე პირველ ფიზკულტურაზე უნდა ცნობა რო წარვადგინე და იმენ ამოიკითხა იმან პედაგოგმა რომ ბადმინტონი ხალხი მოგუდა სიცილი ხო და ნუ მე არ მივაქციამ სიცილს ყურადღება და დავდიოდი და დღე-გამოშვებით ვარჯი მე ისა და ისე შევყევი რომ სადღაც პირველი კურსის ბოლოს უკვე ზაფხულში რაღაც ბორებიო ჯერ კიდევ 90 წელი იყო და ტარდებოდა საბჭოთა უნივერსიადები, თქვა სამედიცინო უნივერსიტეტებს შორის და დნეპრო რასაც ქვია უკრაინაში, მაშინ და დნეპროპეტროვსკში გაიმართა სამედიცინო უნივერსიტეტების ბადმინტონის გუნდების ჩემპიონატი, წარმოიდგინე SSR-ის. საკმაოდ წარმომადგენლობითი იქნებოდა. ხო რა, და წარმოვიდგინე ვიღაცა იქიდან ნოვოსიბირსკი და ვიღაც და ხო და ეგეც იმაში რა და არ იყო ეხლა საქართველოს შიგნით ამ ბადმინტონის კონკურენცია არ იყო ერთი კავილაძე იყო პირველი ჩოგანი და სადღაც იქ ბოლოს მითხრა იმა რომ ახლა საქართველოს უნივერსიადაზე თელავში ის არის უკვე 90 წელი მთავრდება 91 და წავედი თელავში და იქ ახლა იმას TSU და STU ძალიან ძლიერები იყო რა მაშინ სხვა ეს იყო ორი მთავარი უმაღლესი კერძო უმაღლესები არ იყო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და GPI რა ეგრეთ წოდებული და იმათ ვერაო და იმ რომელიღაც წავაგეთ და მესამე იმისთვის გორის იმას წავეჯახეთ ეკონომიურ ინსტიტუტს და იქ რაღაც და მათხვით როგორ იყო ანუ ჯერ ორი პირველი ჩოგანი ბიჭები ეთამაშებენ ერთმანეთს ინდივიდუალურად მერე ორი პირველი ჩოგანი გოგუები და თუ 4 იმაში არ გამოვლინდა მერე არის მიქსტი მიქსის არის ხო მერე არის მიქსტი ოღონდ მიქსტში თამაშის უფლება არ აქვს თუ ორჯერ არა მერე არის წყვილი მამაკაცები ეთამაშებენ ერთმანეთს და წყვილი გოგოები და ბოლოს არის მიქსტი რა ანუ 6 დაპირისპირება გაიმართა ხო და ჩვენთან მამაკაცებმა სამივე წააგეს ანუ ინდივიდუალობიც და წყვილებით და გოგოებმა სამივე მოიგეს ანუ ორივე გოგომ და იმან რა ქვია წვილების გოგოებმა და სამიცამ პირველი სამიცამი იყო ყველა თამაშები ისე მთავრდებოდა რა ადამიანები რა ანგრევდნენ ხო და სამიცამზე მიქსტიო რა ოღონდ ვისაც ორჯერ უკვე თამაშები აქვს თამაშუფლება არ აქვს ანუ ხო და წვრილმა აი მოვიდა შენი ისაო რა და იქედანაც გორელები გამოვიდნენ ვიღაც რა ქვია შეშინებულები ხო რა ღრმა სათადარიგოები ასე ვთქვა ისინი და ჩვენც რა და ამ ღრმა სათადარიგო მე თქვი ეს არის ჩემი შანსი მე თქვი ამაზე მეტი ის არ მექნება და ბახ და მოვიგეთ მაგალითად ვაგებდით ამ უკაჩეს აიდან რაღაც და რაღაც მოკლედ ეგ მედალი იგი იყო ჩემი ისა რა ქვია ერთ-ერთი ცხოვრებისეული აი ეს ხუდერა რომელიც გადალახვაც ან მაგარი ის იყო დღეს რო უყვები დამცინიან რაღაც უნივერსიტეტის ბრინჯაოს მედალი მაგრამ იმ მომენტში საკუთარ თავს გადავახტი რა რაღაც გაგებით შეიძლება ითქვას